ვისაც გეძინებათ ჯობია ასკროლოთ, იმიტომ რომ ამ ვიდეოს შემდეგ ვეღარ დაიძინებთ. ეხლა რეიკების სამყაროზე ვისაუბრებთ. მეოთხე განზომილებაში ვინც გადმოხვედით, გილოცავთ თქვენ გახსენით პანდორას ყუთი. მეოთხე განზომილებაში გადმოსული ხალხისთვის გავხსენი პორტალი, მიწისქვეშა განზომილების პორტალი გავხსენი და უნდა ამოვუშვა მთელი მითოლოგიური არსებები. ზღაპრებში, მითებში რაც კი გვსმენია, ყველაფერი უნდა ამოუშვა და ეს პორტალი გახსნილია და აი ამ სექტემბრიდან უკვე დაიწყება აი ამ არსებების გამოჩენა. და ეხლა ჩამოვთვალოთ რა არსებებზეა საუბარი. ესენი არის რეიკების სამყარო. ჯობია დაიძინოთ და ხვალ ნახოთ ეს ვიდეო. ოკოლპიქსანი გამოჩნდება აუცილებლად, რომელიც სახეებს შეიცვლის ტყეებში. ბი გამოჩნდება ასევე, ამათზე ინფორმაციები ცალ-ცალკე შეგიძლიათ დაძებნოთ. დეტალებში მე ლაივში მოგიყვებით კიდევ. გობლინები წამოვლენ, ესე თქვა, აი ჯუჯების და ამ იმათი სამყაროდან, აი გობლინები ამოვლენ, ტყეებში იქნებიან. აი ესეთი ტიპის მფრინავი არსებები იქნებიან აუცილებლად კიდევ. თავიდან წერი ამ მფრინველი გეგონება ტყეში, მაგრამ შეიძლება თავსაც დაგესხას და რაღაცა ჭრილობებიც მოგაყენოს. კრეტურა ვეტიტა, დეკრეტურა ვეტიტა. არ ვიცი სწორად ვკითხულობ თუ არა. ესეც რეიკის მაგვარი არსებაა. კიკიმორა, ესეც რეიკს აგავს, მაგრამ წაგრძელებული ხელებით არის, ნახევრად ადამიანს აგავს, ესეთი ნაცრისფერი თვალებით. აუცილებლად გაჩნდება ბაბაიაგას ქოხები ტყეებში. ბაბაიაგას ეს მოჩვენებითი ქოხები, რომლებიც ივლიან, შეიძლება ადამიანს თვითონ ეს ქოხი გამოეკიდოს კიდევაც. ბაბაიაგა, რა თქმა უნდა, იფრენს თავისი რაღაცა იმ ვედრო კალათათი და მაგასაც ხალხი ნახავს. კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ბაბაიაგას ნახავენ ტყეებში, საქართველოში, აი ნახავთ თუ არა. ერთი ქალბატონი დამიკავშირდა რეიკების პერიოდი როცა იყო და მომიყვა რომ ზუსტად აი ასეთი არსება ყავს ნანახი. აი გეუბნებით რომ ესეთი არსება ყავს ზუსტად ნანახი, ოღონ ეს იყო ძალიან მაღალი, 15-20 მეტრის სიმაღლის რა. შიდა ქართლში, ხო, შიდა ქართლში აქვს ნანახი. და ანუ იქ პანიკები იყო და იქ ამბები იყო, მანქანით იყო და შუა ტყეში ნახა ეს. მოვატრიალებდა გიჟივით გამოვქანდი უკანო. ბავშვი მეჯდა უკანთანო. აი ახლა ვინმე იტყვის რომ ესეც რამე ვინმეს ნანახი აქ. შიდა ქართლში. ცხინვალისკენ მიდიოდა, მაშინ ომამდე პერიოდი იყო რა. აი წარმოიდგინე. ტროლები, აი ეს სოციალური ქსელების ტროლებს რო უძახით ხოლმე. ეს დევის მსგავსი ტიპის ტროლები, ესენიც გამოჩნდებიან აუცილებლად უკვე, იმიტომ რომ პორტალები გახსნილია და ესენი გააქტიურდებიან, იმიტომ რომ უცხო პლანეტელების შემოჭრის დაგეგმვის დროს ესენი თუ და გამოვიდნენ ტყეებიდან, თვითონ ტყეებში ხო იქნებიან და ტყეებიდანაც გამო. აი ეს ჯადოქარი პატარა ჯადოქარი ჯუჯები, აი ესეთი ფიფქია და შვი ჯუჯაში რო არის ეგეთი ტიპის ჯუჯები, იკუნკულებენ ტყეებში, ასევე ფოტოებსა და ვიდეოებში გამოჩნდებიან შემთხვევით მოლაშქრეების და მოგზაურების ვიდეოებში. და როცა ესენი გამოჩნდებიან, მე ზოგს დავარეპოსტებ, უბრალოდ დავსტიჩავ და მოგეთ გაჩვენებთ, ფაქტებს გაჩვენებთ ნელ-ნელა. ეს გობლინის სახილები, გობლინები. აი ამებით გაივსება ტყეები, აი ამ ტყეები რა, აი ამ გობლინებით გაივსება ტყეები, რო იცოდეთ რა. დამავოი, ხო იცით რა არის დამავოი? მაგალითად ბაბუაჩემს იმერეთში, უბრალოდ ბაბუაჩემის ძმის სახლში იყო დამავოი. ოღონდ ისეთი აი დამავოები არიან მაგალითად კორპუსებშიც აყავთ, მაგრამ იქ რაღაცა 1000 ერთხელ ჯამი რო 1000 ერთხელ რო ჯამი გარახუნდება, ეგეთ მარტივ რაღაცაზე არ არის საუბარი. იმენა ეს დამავოი ცხოვრობდა ერთ-ერთ ბნელ კუნჭულში, ერთ-ერთ ოთახში, საკუჭნაუსავით და მარანივით ოთახი იყო, სადაც რაღაც მურაბები და ისინი ეწყო და საღამოობით იქ ვერავინ ვერ შედიოდა რა. ფიზიკურად ვერავინ ვერ შედიოდა. ესეც რეიკის ვარიანტში გადის, მაგრამ უფრო სკინოკერივით მაღლები იქნებიან. უფრო აი ეს ჩვენი ის რო არის ტყის, რა ქვია, ოჩოკოჩი, თუ რაღაცა ქვია, ხო რაღაც ეგეთი რა. ელ სილბონიც გამოჩნდება. აბა ერთი აქ ვნახოთ.
აბა წაიკითხეთ, ვინც იცით რა ენა არის ეს საერთოდ. ლათინურია, ხო? რაღაცა ისინი აქვს, ესე იგი, ან ხმებს გამოსცემს, ან სულს უშვებს რაღაცა სპეციფიკურს ეტყობა. ეცა. აი მონაცემები ყველაფერი უწერია. თანა ვიდეოს ტყიდან მწერ. Пепельная тихопалка, ეს ჩუმად მოსიარულე თუ რა არის? რას ნიშნავს არ ვიცი. აი ესეთი არსებებით გაივსება ტყე. ჩვენ აპოკალიფსურ დროში შევედით და აპოკალიფსი ვერ ჩაივლის ესე იოლად აი ესეთი არსებების გარეშე. შეხედეთ რა შვება? ადამიანს ჩუმად შემოეხვია ფეხებზე. ჯადოქარი რუსალკები, ხო? ვიჩერ რუსალკა. ეს ვიჩერის სხვათა შორის ესეთი ტიპის ჯადოქარი რუსალკები ადრე გაჩვენეთ კიდევაც თამაში ვიჩერი რო არის მაგის ერთ-ერთ ტრეილერში აჩვენეს რა სუპერ შესაძლებლობები აქვს და რა მაგიას იყენებს. აი ეს ჭაობებში ხმებს გამოსცემს და მთელი ამბები რა. ანუ არ შეიძლება შეპასუხება და ამის ხმას არ უნდა გაყვე და უნდა ეცადო რომ ჰიპნოზში არ მოგაქციო. ინკუბები აუცილებლად ამას რეალურად ეს რამდენიმე დასახელება რაც გაჩვენეთ მიახლოებული რაც იქნება რეიქთან ახლოს ხოვერი მიხვალ ტყეში და ხო ვერ გადაამოწმებ ეს ინკუბია თუ სინკუბია თუ რომელია თუ რეიკია. ამიტომ ზოგს აერევა კიდევაც რა რეალობაში რომელია. ნუ საერთოდ ჯამში ესენი რეიკები იქნებიან, რეიკებს დაუძახებთ. ინკუბს მოყვება ასევე სუკუბი. აი განხილულია ყველანაირი დეტალი, ხედავთ. აი ნახეთ. აი якая русულად რო წერია. Появляется состояние сна, ощущается мягко, почти незаметно, исчезает без следа. ანუ ესე იგი სიზმრის, ну, ძილის დროს გამოჩნდებაო. ощущается мягко, ანუ რბილად შეიგრძნობა, თითქმის შეუმჩნევლად გაქრებაო. აი წერია. Образ связанный с состоянием сна, აი ძილში რა. სნომი, ну, ესე იგი ეს იმასთან იქნება დაკავშირებული. ესე იგი ეს ძილის დამბლასთან იქნება დაკავშირებული. ანუ ძილის დამბლის უფრო სერიოზულ, უფრო ძლიერ ვარიანტებს გამოიყენებს სუკუბი. ძილის დამბლებს უხელმძღვანელებს სუკუბი. სირენები აუცილებლად ზღვებზე, მდინარეებზე. აუცილებლად სირენები. აი წაიკითხეთ თქვენით მონაცემები. აი წაიკითხეთ შეგიძლიათ მე დანჩენ ლაივში განვიხილოთ, აი დააპაუზეთ, წაიკითხეთ. ანატომია, ხმის ანატომია ასევე. ელფები მაგათად მითიურ დალის ვარიანტში იქნებიან ესენი, მაგრამ ეს მაინც სხვა არის, ეს ელფებიც გამოჩნდებიან. და ამათ რა თქმა უნდა ტყეებში გაქრობის შესაძლებლობები ექნებათ რა, მომდება გაჩნდება, მომდება გაქრება, გაიქცევა, გამოიქცევა და ასე შემდგომ რა. Древний благодарный народ. Дети природы, მოგეთ ამას განვიხილოთ მე დეტალებში. და ედინოროგიც აუცილებლად. ამას დაინახავენ მონადირეები. ედინოროგი, მითოლოგიური ედინოროგი გამოჩნდება და ამას დაინახავენ მონადირეები. და გაუჩინარდება ხოლმე შემდგომ რა. აი შეხედეთ ბატონო. წაიკითხეთ. ასე რომ მეოთხე განზომილებაში ძალიან რო გიხაროდათ გადმოსვლა. ეხლა რამდენად გაგიხარდებათ აღარ ვიცი, მაგრამ ესეთი სიახლეა. მოგწონს თუ არ მოგწონს, აპოკალიფსურ ესე ვთქვათ, სიუჟეტურ დასასრულს სცენაზე გამოვლენ აი ესეთი მონსტრები პირდაპირ მნიშვნელობით.
და გაალამაზებენ ჩვენს ისედაც შეშინებულ ცხოვრებას.